მე მგონი რაღაცა დიდი ლამაზი რამე ხდება. მშობიარობა უმტკივნეულოდ არ ხდება და ტკივილები ახლავს, მწარე ტკივილები და მშობიარობა ისეთი მძიმე რამეა, რომ ყველა ეტაპზე სათუარი ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება დედისთვის, შვილისთვის. ჩვენ ვართ აი ამ ტკივილების პერიოდში. და შანსი იმისა, რომ მძიმედ დამთავრდეს მშობიარობა, დიდია, მაგრამ გრძნობ, რომ რაღაცა დიდი და ლამაზი იბადება. ეხლა თეატრისა და რელიგიის წარმომადგენლები ვსხედავთ და აი ამ ორი ამბის გადმოსახედიდანაც კი შემიძლია ვთქვა, რომ საოცრებები ხდება. ახლა მამა ზაზა საუბრობდა, რომ ღვთის სიტყვა, ლიტურგია, საკრალური რაღაცები ანგრევს კედლებს და გამოდის ყოველდღიურობაში. და ყველა ადამიანის ყოველდღიურ აი ესეთი ქუჩაში დადის სულიწმით. ისევე როგორც თეატრი, რომელიც სცენაზე იდგა, მძიმე ფარდებს იქით და ტაშის მიღმა გამოვიდა და ხელოვნება გამოვიდა ხალხში, ქუჩაში დადგა. ფოლკლორი, რომელიც არ ვიცი ეს საბჭოთა მემკვიდრეობა იყო თუ რა ჯანდაბა იყო, რომ რაღაცა გავაპრიალეთ, ჩავაცემენტეთ და რაღაც კონკრეტულ ფორმებში ჩავსვით სიმღერად, ცეკვაც ყველაფერი, გამოანგრია ეს ჩაცემენტებული და გამოვიდა და ცოცხლად ხორუმი არის, მრავალჟამიერი არის თუ რაც არის, დგას ახლა ქუჩაში. მე მგონი ძალიან ლამაზი რამეები ხდება. აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცდას, რომ გაგვიჩნდა ყავის დალევის სინდისის კენჯნა. აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დაბადების დღე უნდა გადაიხადოს, ვინმე მომქორწილი უნდა ყავა რომ უნდა დალიო დილით, რომ ლუკმა უნდა გადაყლაპო, ამის მიმართ სინდისის კენჯნა რომ გაჩნდა, ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. განცდა მაქვს, რომ საერთოდ გემოების აღქმაზე თქვა, ჩემმა ორგანიზმმა უარი ისეთ სტრესულ მდგომარეობაში ვართ და ტკივილებში ვართ. მე მგონია, რომ ამ ტკივილებს გავალთ, უნდა გავიაროთ, უტკივილოთ, ხონჩით არაფერი ძვირფასი არ იბადება. რაღაც ლამაზი უნდა გაჩნდეს.